საქართველოს ნაკრებმა საგურამოში ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩამდე ვარჯიში გამართა. მთავარ მწვრთნელმა ვილისანიონმა კი პრესკონფერენცია ჩაატარა და მნიშვნელოვანი მატჩისთვის გუნდის მზადყოფნაზე ილაპარაკა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს ჩვენი გუნდი 21 მარტს თბილისში ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 26 მარტს ევრო 2024 საგზურისთვის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს კვლავ თბილისში დაუპირისპირდება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გარეშე ვერაფერს მივახცევთ. ფეხბურთელებს ვესაუბრე, რომ კონცენტრაციაა საჭირო. ლუქსემბურგთან ასევე მნიშვნელოვანია ხარისხი და რამდენად გონივრულად ვითამაშებთ. მოსამზადებლად მცირე დრო გქონდა. გვაქვს ჩვენი გეგმა, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ მოგვიფიქრებია. ყველა ფეხბურთელმა იცის როგორ უნდა მოემზადოს. ლუქსემბურგის ნაკრების ყველა თამაში ვნახე და არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე დავაფასოთ. მთავარია ბოლომდე დავიხარჯოთ და ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ. ყველანი განსაკუთრებით ველოდებოდით ამ იმ თამაშებს, რომელიც ჩვენთვის არის ყველასთვის ალბათ, ყველა ფეხბურთელისთვის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ამ ეტაპზე, ერთ-ერთი მაინც და ის შემართება, ის განწყობა ძალიან კარგი არის და ყოველთვის ნაკრებში არასდროს არ იყო ამის პრობლემა და მით უმეტეს ამ თამაშებზე ეს გაასმაგებულია და ვემზადებით იმ შემართებით და იმ განწყობით, რომ ჩვენ ავიხდინოთ ჩვენი ოცნება, რომელიც გვაქვს ამდენი ხნის განმავლობაში.